აკვამედ იმამყულიევისათვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ნაციონალური მოძრაობის საარჩევ საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს პროცესი 5 საათზეა ჩანიშნული. ნაციონალურმა მოძრაობამ საქალაქოში ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალაში დატოვა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება და ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკვამედ იმამყულიევს რეგისტრაცია გააუქმა. საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით ცესკო ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, უმრავლესობაში კი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისუფალია გადაწყვეტილებებში. ცესკოს ბოლო გადაწყვეტილება მიუღებელია სამართლიანი არჩევნებისთვისაც. ცესკო მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და იგი გუშინელი დღიდან ზუსტად ითვლის ჰაკიმ-ფაშას ნებას. ყველა ხვდება, ყველასთვის ნათელია რაშიც არის საქმე. საქმე იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი არის გამარჯვების ძალიან დიდი პრეტენდენტი, რეალური გამარჯვების და იმის გამო რომ ჰაკიმ-ფაშამ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არსად არ დაუშვებენ თუ რომ ნაციონალურ მოძრაობამ გაიმარჯვოს, ცესკო მიდის ყველაფერს. ეს ხდებოდა მათი მმართველობის პერიოდში, როდესაც ატარებდნენ არჩევნებს ფორმალურად, იყო გაყალბებული არჩევნები, იყო გარემო სრულიად ძალადობრივი და უსამართლო. და როდესაც ცესკო იყო როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. დღეს ცესკო არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო. ის იღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ კანონზე დაყრდნობით, ჩვენ არ ვერევით მათ გადაწყვეტილებებში. ჩვენ ვეთანხმებით ცესკოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიდგომას არც ერთ შემთხვევაში, არც მარნეულის, არც რუსთავის, არც ფოთის შემთხვევაში და არც ოქროაშვილის შემთხვევაში არ იყო დაკმაყოფილებული 2 წლიანი ცხოვრების ცენზი და არ უნდა გარეგისტრირებულიყო არც ერთი კანდიდატი, მაგრამ ეს არის ჩემი სუბიექტური მიდგომა, იმიტომ რომ ნორმა ბუნდოვანია. ცესკოს ის წევრები, რომლებიც უდგებიან ფოთის და უშუალოდ რუსთავის გამგებლობის კანდიდატს, ერთი კუთხით და სხვა, ასე ვთქვათ, მიდგომა აქვს მარნეულის კანდიდატთან, აი ეს არის გაუგებარი და ეს სვამს კითხვის ნიშნებს ყველაზე მეტად.